ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოში 3 წლიანი მოღვაწეობა უკვე დაასრულა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 236 წლის თავთან დაკავშირებულ მიღებაზე ჯონ ბასმა განაცხადა, ის საქართველოში თავის ცოლ ჰოლისთან ერთად ჩვეულებრივ ტურისტად დაბრუნდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია ყველაზე კონკურენტული და ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს, რაც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა. ამას გარდა ჯონ ბასის თქმით, მასტკერის პრინციპი ქართულ მომრჩეულ საშუალებას მისცემს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ელჩის განმარტებით, მასტკერის პრინციპი ეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც იძლევა საშუალებას საქართველოში ყველაზე სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს. ამასთან ელჩი მოუწოდეს არჩევნებში მონაწილეებს არჩევნების პროცესში გამოიჩინონ მაქსიმალური შემწყნარებლობა და სათანადო დროს კომპრომისზე წასვლის უნარი იქონიონ. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 236 წლის თავს აღნიშნავთ. მე ბევრ ქვეყანაში მიზეიმია ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა, თუმცა საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავთ. რადგან ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველო და რომელმაც დამოუკიდებლობა სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა, უფრო ამაღლებელია და საზოგადოებასაც უკეთეს მის დამოუკიდებლობის ფასი. მიხარია, რომ მიღებაზე ბევრი ჩვენი ქართველი მეგობარი მოვიდა. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ მომავალი არჩევნების ობიექტურად ჩატარებასაც. საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია ყველაზე კონკურენტული და ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს. პროცესის წარმატება დამოკიდებულია ყველა მონაწილეზე, ვინც უნდა იყოს გამარჯვებული ამ არჩევნებში, მას დაეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ დაიკავოს საპარლამენტო ადგილები. მართოს ქვეყანა და შეასრულოს ის როლი, რომელსაც ამომრჩეველი აკისრებს. ჩვენს დიდ მეგობარს, ჩვენ საყვარელ მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მივუძოთ თემანდელი დღე, დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე. მე მუდამ რამდენჯერმე გამომითქავს აღმინიშნავს, რომ ბოლო უახლოს 20 წლის განმავლობაში უახლეს ისტორიაში საქართველოს ყველაზე და ერთადერთი მიღწევა საუბედუროდ შეიძლება და უფრო მეტის გაკეთებაც, რაც ჩვენ მივახციეთ საქართველოს ჩვენმა ქვეყანამ, ეს არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უდიდესმა და ყველაზე საინტერესო ქვეყანამ ჩვენ მეგობრად ვაღიარა და ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენ ამერიკელ მეგობარს, ვინც ბუნებრივია თბილისში საელჩოში მუშაობს და მთლიანად ამერიკელ ხალხს მივუწოთ ეს მართლა ძალიან განსაკუთრებული დღესასწაული. შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი საქართველოსთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ძიმე მომენტებში იდგა ჩვენს გვერდით. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ თანამშრომლობას და ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ ამოცანისთვის, რომელიც საქართველოს ხალხის წინაშე იდგა. როგორც ბატონმა ელჩმა ბრძანა 230 წელზე მეტი დაჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მიეღწია დამოუკიდებლობის, სიძლიერის, თავისუფლების იმ ხარისხისთვის, რითაც დღეს მთელს მსოფლიოში მართლაც დასაბუთებულად ამაყობს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამდენი დრო არ დაგჭირდება და ჩვენს მომავალ თაობებს ჩვენ შეგვიძლია ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც მრავალ თაობას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე სხვა თავისუფლების მოყვარე ერებისა დასჭირდათ. ამ გამოცდილებას გადმოვიღებთ, რაც კარგია და კარგი ბევრი რამ არის გადმოსაღები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.